მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემა დიალოგს, მე თაკო ფექრიშვილი ვარ. დღევანდელ ტელეხიც მეცხრე არხი ტელეკომპანია მარნეულთან და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან ერთად წარმოგიდგენთ. სამი ქალაქის სტუდიაში ჩვენ საქართველოში მცხოვრები მუსლიმი და მართლმადიდებელი მოსახლეობის ერთად ცხოვრებისა და გაჩენილი პრობლემის შესახებ ვისაუბრებთ. განვიხილავთ ადამიანურ ურთიერთობებს და ყურადღებას საკითხების მოგვარების გზებზე გავამახვილებთ. გადაცემა დაფინანსებულია საქართველოს გაეროს ასოციაციის ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს USAID ჯორჯიას მიერ ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში პროექტის ფარგლებში. რა მდგომარეობა გვაქვს ქვეყნის იმ რეგიონებში, სადაც მუსლიმი მოსახლეობა პროცენტულად მეტია. როგორ შეიძლება სიტუაციის დარეგულირება ამ თემებზე დღეს მოწვეული სტუმრები ისაუბრებენ. ახალციხის სტუდიაში სტუმრად მოვიწვიეთ ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ბატონი ჯამბულ აბულაძე და ისტორიკოსი ბატონი ნიკოლოზ ახალკაცი. მოგესალმებით ბატონებო, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. გარდა ამისა, აუდიტორიაში იმყოფებიან გადაცემის პარტნიორი ორგანიზაციის დემოკრატ მესხთა კავშირის ახალგაზრდული ცენტრის წევრები. დიდი მადლობა ახალგაზრდებო მობრძანებისთვის. რაც შეეხება მარნეულის სტუდიას, ჩემი კოლეგა ლიკა ჩხიტუნიძე გაგვაცნობს სტუმრებს. მოგესალმები ლიკა, ვინ არიან დღეს შენი სტუმრები? მოგესალმებით თაკო, მივესალმებით თბილისის სტუდიას. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ეთნიკურად აზერბაიჯანელი ნეოდა ჩაჩანიძე, ასევე მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები შავალა ამირჯანოვა და სევდა ნურზალოვა. ორად ეს ადამიანები ისაუბრებენ თემის ირგვლივ დღეს. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. გადაცემას ჩაგვერთვება თბილისის სტუდია, სადაც სტუმრად იმყოფება ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორი ქალბატონი ეკა ჭითანავა. დიდი მადლობა ქალბატონო ეკა სტუდიაში მობრძანებისათვის. მოგესალმებით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. კარგი, საუბარი ბატონ ჯამბულ, მინდა თქვენგან დავიწყო. ბოლო პერიოდში ჭელასა და მოხეში არაერთი დაპირისპირება მოხდა. დღეს რა მდგომარეობა არ უნგრუთხარ და როგორ ფიქრობთ, ეს იყო ხელოვნური დაპირისპირება თუ ამ ხალხს შორის ნამდვილად იყო კონფლიქტი? მოგესალმებით სტუდიაში, მივესალმები ქალბატონ ეკას, მივესალმებით ჩვენ სტუდიაში, ჩვენს ტელემაყურებლებს. დიდი მადლობა უკაცრავად. დიდი მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება შეკითხვას, შეკითხვა რა თქმა უნდა მარტივად დასვით, მაგრამ რა თქმა უნდა გვაქვს ჩვენ საფუძველი იმისა, რომ ცოტა ვრცლად ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებით, რომ რა თქმა უნდა ასე უცებ სიტუაცია ვერ გამოსწორდება, ვინაიდან რაც მოხდა ჭელაში და მოხეში ყველამ კარგად ვიცით მოგვეხსენებათ, მაგრამ ნორმალიზაციისაკენ მიდის პროცესები და ამაში ხელი ყველამ უნდა შევუწყოთ. ჩვენ როგორც უმთავრესად სასულიერო პირებმა, ასევე ჩვენმა სამოქალაქო საზოგადოებამ, რომლებიც აქტიურად უნდა ჩავერთოთ ამ პროცესებში. და ჩვენი ეს დღევანდელი შეხვედრაც ალბათ ერთ-ერთი ეს განაპირობებს ამას, რომ ხელშეწყობა უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ამ საკითხის ნორმალიზაციის წასვლისაკენ. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, მდგომარეობა ნორმალურია. არსებობს, რა თქმა უნდა, ის უკმაყოფილებები, ის გამოთქმული რაღაც დაძაბული სიტუაცია, რომელიც არსებობდა და მეზობელმა მეზობელს რაღაცა, ასე რომ ვთქვათ, სიტყვერად ხმამაღლა მოვიდა, შეიძლება წალაპარაკება თუ წაკამათება. რა თქმა უნდა, არსებობს ეს პრობლემები, მაგრამ ეს პრობლემები მიმაჩნია გადაჭრადია, მთავარია იყოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება, სახელმწიფოს ნება ამ საქმეში, რომ სიტუაცია ნორმალიზაციისკენ წავიდეს. რაც შეეხება იმასთან დაკავშირებით შეკითხვას, რომ ეს ხელოვნურად იყო თუ არ იყო, მე ამას გამიჭირდება პასუხის გაცემა, ვინაიდან ჩვენ არასდროს არ ქონია კონფლიქტი ადგილობრივ მოსახლეობასთან, არასდროს ჩვენი ერთად თანაცხოვრების პერიოდში. ჩვენ უთანხმოება, უკმაყოფილება გვაქვს სახელმწიფოსთან, რომელმაც ვერ დაარეგულირად, ასე რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი შესანიშნავად არეგულირებს ამ ყველაფერს კანონი, მაგრამ არ არსებობს სახელმწიფოსაგან კეთილი ნება, რომ დარეგულირებული იყო ეს თემატიკა, რომელზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ. ჩვენ მოსახლეობასთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს, არც გქონია, არსებობს პატარა უთანხმოებები, მაგრამ მე ვფიქრობ, გადაიჭრება ეს ყველაფერი, მოგვარებადია და თუ ჩვენ გავუყვებით ამ გზას, მივაღწევთ შედეგს, მე მგონი. თავარია სახელმწიფო მოგვისმინოს ყველას ერთად და რაც ევალება თავისი მოვალეობა შეასრულოს. კი ბატონო, თავარია მან დამება. კარგი, ბატონო ნიკო, ისტორიულად ამ ორი სარწმუნოების ადამიანებს შორის იყო თუ არა მსგავსი დაპირისპირება წინა წლებში? ბატონო, მიმოვიხილოთ პერიოდი. ხონდი, მოლოდი ასე გავაკეთოთ. რადგანაც ამ ორ ეს სოფლიო რელიგიაზე გვაქვს საუბარი, ეს არის ქრისტიანობა და ისლამი და საერთოდ
როცა კონფესიათა ურთიერთობაზეა საუბარი, აქ ყოველთვის არის რაღაც გარკვეული დოზით ყველა სახელმწიფოში პრობლემა შეიძლება უწოდოთ თუ რაღაც გარკვეული ამის დაგვარი მაინც არსებობს, მაგრამ ნახლა აქ არის გასარკვევი აუცილებლად. აი, როდის იჩენს თავს ეს დაპირისპირებულობა და რა არის მიზეზი ამისი. ეხლა რა არის, პატარა ექსკურსს გავაკეთებ ახლა ჩვენ არ მოგცემს საერთოდ ამის საშუალებას რომ ვცლად გამოვიხილოთ. აი, უბრალოდ საქართველოში რა ხდებოდა ისტორიულად. დავიწყოთ იქიდან რომ ისლამის გავრცელება საქართველოში საერთოდ იწყება მე-7 საუკუნიდან და ეს დაკავშირებული იყო საერთოდ რასთან? დაკავშირებული იყო არაბების საქართველოში შემოჭრასთან. და ახლა რა არის? აი აქ ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ მართლმადიდებლურ ქრისტიანულ საქართველოში იჭრება მეორე დამპყრობი ძალა, რომელსაც მოქვს რელიგიაც. და ახლა რა არის? აქ რელიგია უკვე რა არის? აი აქ იმ დროინდელი ქართველებისთვის რელიგია გაიგებებული იყო დამპყრობელთან. გავაყოლოთ ისტორიას თვალი ახლა შემდგომ პერიოდში როგორც ხედავ, შემდგომ პერიოდში სულ ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს თურქეთთან და ირანთან და აქაც შესაბამისად ეს ისლამური სახელმწიფოებია და შესაბამისად რა იყო? იქ ამ ხალხის, აი ამ სახელმწიფოების მხრიდან ძალმომრეობდა შესაბამისად მე რელიგიური ახლა რა არის? თუ არაბებში ახლა აი დავიწყოთ ისევ არაბებიდან, როცა არაბები შემოვიდნენ და აქ ჩვენი მოსახლეობა ჯერ კომლობრივი გადასახადით დაბეგრეს, ხოლო შემდგომ სურადობრივი გადასახადით თუ ისლამს მიიღებდა, ასეთ შემთხვევაში ათავისუფლებდნენ. აი ეს უკვე რა არის, იცი? უკვე დამყრობი ძალით ავრცელებდა ისლამს. და ძალაუნებურად მე ხალხში აი ეს მენტალობაში ჩაიდო ეს, რომ ეს ისლამი არის დამყრობის რელიგია. ახლა წლების განმავლობაში და ახლა ჩვენ ისტორიას ახლა აქ რა თქმა უნდა მოყოლას აზრი არ აქვს, ვიცით ძალიან როგორ მოხდა მე მართლაც ძალით ესევე თურქეთის მხრიდან, ირანის მხრიდან როგორ ხდებოდა ქართული ხალხის გამოსვლა. მაგრამ ახლა რა არის? ახლა პირველი შემთხვევა როცა იყო, როცა აი არაბების მხრიდან შემოვიდა საქართველოში ეს ისლამი, ახლა დავით აღმაშენებლის პერიოდი მოყვა არა, შემდგომ მამას როცა უკვე დაცემულობის, დაქსახსულობის პერიოდს მოყვა საქართველოს გაერთიანება და დავით აღმაშენებლის პერიოდი. როგორი იყო დავით აღმაშენებლის დამოკიდებულება და როგორი იყო მაშინ აი კონფესიათა და მუსლიმთა და ქრისტიანთა დამოკიდებულება. ავიღოთ თუნდაც თბილისი. თბილისი ხო მუსლიმების იყო მთლიანად და დავით აღმაშენებელმა როცა დაიპყრო ეს ჟლეტო კი არ მოაწყო მუსლიმების. მერიქით გამოიყენა ეს მუსლიმები, რომელიც სწორედ იმ ვაჭრობასთან იყვნენ დაკავშირებულები და იქ რა იყო, იცით, თბილისი, რომელიც ასეთი ქალაქი იყო, თბილისი იმ პერიოდიდან მოყოლებული იქცა აი კონფესიათა თანაცხოვრების, სხვადასხვა რელიგიის მიმდევრთა თანაცხოვრების იდეალურ ნიმუშად იქცა. ახლა რა არის? მე მომდევნო პერიოდები ახლა საქართველოში რა გამოვლევდა შემოსევებს და მტერს და ეს ყველაფერი ჩვენ დასაუბედუროთ რა არის? ეს დამპყრობელი, ყველა დამპყრობელი, რომელიც გარს გვეხვია, გარდა ბოლო პერიოდის რუსეთისა, იყო დაკავშირებული ისლამთან და ამიტომ რა არის? საქართველოში დღესდღეობით ვინც კი არის ისლამის მიმდევარი, ეს არის აი სწორედ შედეგი და დატოვებული, ასე ვთქვათ, იმ ისტორიული ჩვენი ბედკრულობისა. მაგრამ დღეს ახლა ეს არის რეალობა და ახლა რა არის? როგორც კი, აი როდის ხდება, ვთქვათ, აი რაღაცა ასეთი თემების გამწვავება ხოლმე. აი ბოლო პერიოდი ავიღოთ. ანუ ხელოვნურად გამწავდა. თემების გამწვავება ხდება, როცა ამას ახლავს შესაბამისი ასეთი სახელმწიფოში კრიზისული მდგომარეობა ან სოციალური ფონი. ასეთ სიტუაციაში, როცა არსებობს სოციალური ფონი, გასაგებია, რომ ძალიან ნადვილია, სულ პატარა ინსპირირებაც კი, რომ მოხდეს აი დაპირისპირება ხალხისა. გასაგებია უკვე რა არის? საზოგადოება არის ძალიან კონსერვატიული და ინახავს საზოგადოება თავის აი ამ წიაღში, იმ წარსულის იმას და რა როგორც კი რაღაც დაიძაბება და უკვე რა არის? მუსლიმი ეს მოწინააღმდეგეა, ეს მტრის რელიგიაა, მაგრამ ახლა გავიხსენოთ მუსლიმთა და ქართველთა ის საუკუნოვანი თანაცხოვრება და საუკეთესო მაგალითები. ეს იყო საქართველოს რისთვის არის, რატომ არის საქართველოს ტოლერანტობის მართლაც იდეალური ნიმუში. მუსლიმი, ქრისტიანი და აგერ იუდეველი მიმდევარი ყველა ერთმანეთის გვერდით თანაცხოვრობდა და აქ რა არის?
აქ არ ყოფილა წინა პლანზე წამოწეული არასდროს რელიგია წამოიწევდა მაშინ, როცა ამას შესაბამისი პოლიტიკური და სოციალური ფონი ჰქონდა. ასე რომ დღეს თუ ჩვენ გვინდა თანაცხოვრება ქართველებისა და თანაც რა არის, აქ ჩვენ ახლა საქართველოში როცა ჩვენ საუბრობთ ისლამის მიმდევართა და საქართველოს ესე იგი აქ ძირითადში ახლა ამ ჩვენ რეგიონში მოხდა რა ერთი და იგივე ეროვნების ქართველი მუსლიმის და ქართველი მართლმადიდებლის დაპირისპირება. კი ბატონო. ასეთ შემთხვევაში ეს მიმაჩნია უკვე რომ ძალიან ასე ვთქვათ აი აბსურდამდე შეიძლება დავიდეს რომ როგორ შეიძლება მოვაგოროთ. აქ ეს საკითხი არც კი უნდა დადგეს. აქ არის ქართველი ხალხის ერთიანობის საკითხი. რწმენაზე საუბარი 21 საუკუნეში, საუბარი მაშინ, როცა რაღაც სხვა იდეალებზე საუბრობს მთელი მსოფლიო და ჩვენ გვინდა იმ ცივილიზებული მსოფლიოსკენ წავიდეთ და უცებ რაღაც პრობლემები თურმე რა არის. აი ის მის გამო რომ ის სხვა რელიგიის მიმდევარია, ის ჩემთვის მეუღებელია. ეს არის აბსურდი, აბსოლუტურად ეს არის მე ვთვლი რომ ამ მიზეზით დღეს კონფლიქტი ეს აბსოლუტურად ეს არის ალბათ ქართული ხალხის ცირცხვილი ფაქტორია. თქვენ ბრძანდებით ორი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელი და თუ გქონიათ პირადიან რელიგიური ფაქტორებიდან გამომდინარე კონფლიქტი, რაც გაიხსენებთ თეორიას თქვენ მაგალითად დაიწყოთ. პირადად მე კონფლიქტი არ მქონია კონკრეტულად ამ თემაზე. ძალიან ბევრი მყავს მუსლიმანი მეგობრები, რომლებიც ძალიან ჩემი ახლო მეგობრები. ასევე არ მახსოვს მანულში ამ კონკრეტულად ამ პრობლემაზე მკაფიო კონფლიქტი ყოფილი იყოს. მას ასევე ძალიან კარგი თანამშრომლობა და ურთიერთობა მუსლიმან მუსლიმან მეგობრებთან თანამშრომლობასთან და იყო პროექტი გამოცხადებული, სადაც ვიღებდით ერთად მონაწილეობას. კონკურსი იყო ესეების საფრთხე დაგვეწერა, რომელიც შეეხება რომელთან იყო რელიგიური ტოლერანტობა, გამარჯვებული თავი და ეს სპეციალურ სიგნალში, სადაც იყო როგორც ჩემი შესული და იყო ჩემი აზრი გამოხატული, ასე ჩემი მუსლიმანი მეგობრებისთვის. თქვენ შეგიძლიათ გითხრათ? მე მინდა რომ ვისაუბროთ ცოტა ჩემი ცხოვრებაზე, ასე რომ მე მართალია დაწყებით ეს სკოლა დავამთავრე აზერბაიჯანიდან, მაგრამ რაც სკოლა დავამთავრე უნივერსიტეტში, სამუშაო სამსახურებში და საპატიო აი ჩემ პროფესიიდან გამომდინარე ყოფილვარ ეკლესიებში, ტაძრებში, ასევე მეჩეთში და სულ აი სამთელის დამენტია ლოცინია ეკლესიაში და მე ყოველთვის ვცდილობ რომ ტელევიზიის საშუალებით ან სოციალურ საშუალებით ინფორმაცია გავაქცეულო აზერბაიჯანელებში, ასევე ქართველებში ორივე რელიგიის შესახებ. რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გქონდეს საზოგადოებას აი ეს ამ ორ რელიგიის შესახებ. პირადი კონფლიქტი ხო არ გქონია ვინმესთან თქვათ? რომ გითხრათ გაიხსენოთ შემთხვევა. არა, კონფლიქტი არასდროს არ მქონია პირადად ეს პირიქით ძალიან კარგად ვკრწნობ თავს აი ამ ეროვნების, ამ რელიგიის წარმომადგენლებთან. კარგი მჭიდრო კავშირში ვარ, ურთიერთობები, თანამშრომლობა, ყველაფერი კარგად არის. ძალიან დიდი მადლობა ლიკა თბილისის სტუდია ჩართოთ. ხალხო ლიკა, თქვენი ორგანიზაცია თუ ადევნებდათ ვაყურთ ბოლო დროს ადიგენის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებს და რა სიტყვით შექმნილ მდგომარეობაზე? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ ვისაუბრეთ მე მინდა უბრალოდ ყურადღება გავამახვილო მუსლიმების წინააღმდეგ ბოლო პერიოდში 2 წლის განმავლობაში მომხდარ უფლებების დარღვევის შემთხვევებზე და მინდა ვთქვა რომ 2013-2014 წლებში განსაკუთრებით გამწვავდა ვითარება ადიგენის რაიონში, მუნიციპალიტეტში, კონკრეტულად ეს იყო ჭელას და მოხეს შემთხვევები 2014 წელს. ზოგადად სახელმწიფოს პოლიტიკა რელიგიური უმცირესობებისა და კონკრეტულად მუსლიმების მიმართ გახდა
რეპრესიული ძალადობაზე დაფუძნებული თუ კი ადრე მაგალითად როდესაც კონფლიქტები ხდებოდა რელიგიური დისკრიმინაციის მოტივით წინწყაროში სამთაწყაროში ნიგზიანში ჩვენ ხედავდით რომ სამართალდამცავების რეაგირება არ იყო ეფექტური და ადეკვატური თუმცა ჭელას და შემდეგ მუხის შემთხვევებმა გვაჩვენა რომ სამართალდამცავები უშუალოდ თვითონ იყვნენ სავარაუდოდ ჩაბმული რელიგიური უმცირესობების მუსლიმების უფლებების დარღვევის ფაქტებში და ეს შემთხვევები ჯერჯერობით არ არის გამოძიებული ჭელაში მუსლიმებზე ძალადობის ფაქტებს პროკურატურა არ იძიებს მუხის შემთხვევებში გამოძიება დაწყებულია თუმცა ჩვენ არ ვიცით რა შედეგი დასრულდება და მე მინდა გავამახვილო ყურადღება სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, რომლის მოვალეობა არის, რომ პოზიტიური ვალდებულება არის, რომ უზრუნველყოს რელიგიის თავისუფლება, ამ თავისუფლებით სარგებლობის უფლება მუსლიმებისთვის და მინდა გავამახვილო ასევე იმ საჯარო დისკურსზე ყურადღება, რომელშიც საჯარო მოხელეები და ხელისუფლების წარმომადგენლები ზოგადად აშკარად დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ იგივე ჭელას შემთხვევაში, მოხეს შემთხვევაში. ჭელაში გახსოვთ მინარეთის მოხსნის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ საერთოდ მინარეთების საჭიროებების საკითხი უნდა დაისვას. ასევე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ საერთოდ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონდა, ეს კონფლიქტი არ არსებობდა და მუსლიმთა დისკრიმინაციის შემთხვევებს არ ჰქონდა ადგილი. ასევე ჭელაში მინარეთის მოხსნის ფაქტს გამოეხმაურა სხვადასხვა საჯარო პირი, ხელისუფლების წარმომადგენლები და რასაც ისინი ხაზს უსვამდნენ, ეს იყო რომ ეს კონფლიქტი იყო ხელოვნურად შექმნილი, ამით ისინი თვალს ხუჭავდნენ თვითონ დისკრიმინაციის ფაქტებზე და შესაბამისად ვერ იღებდნენ ვერანაირ პრევენციულ ზომებს. ამან გამოიწვია ის, რომ შემდეგში მუსლიმების უფლებების დარღვევის ფაქტები კიდევ უფრო მასშტაბური გახდა. ჩვენ ვიხილეთ, რომ ჭელაში, როდესაც უпростоრად მოხეში უკაცრავად თვითონ სამართალდამცავები ძალადობდნენ მუსლიმებზე, მათ უწოდებდნენ თათრებს, მათზე ძალადობდნენ, იყო ცემის ფაქტები, როდესაც ერთ-ერთი დაკავებული თეიმურაზ მიქელაძე წაიყვანეს წინასწარი გამოძიების გაყოფილებაში წაიყვანეს, პოლიციის გაყოფილებაში, შემდეგ წინასწარი დროებითი დაკავების იზოლატორში ასევე მასზე ფიზიკურად ძალადობდნენ და სახალხო დამცველმაც გაავრცელა განცხადება, სადაც ის აღნიშნავდა, რომ დაზარალებულებს ჰქონდათ ფიზიკური დაზიანების კვალი. და მე თვითონაც ჩავედი და ვესაუბრე მუსლიმებს, ასევე ქრისტიან მოსახლეობას მოხეში და რაც იკვეთებოდა მათ განცხადებებში, ქრისტიანები ხშირად ახმაურებდნენ დომინანტი რელიგიური ჯგუფის და ინსტიტუციის საპატრიარქოს მოსაზრებებს და ესეც მნიშვნელოვანია, რომ ხშირად საპატრიარქოს წარმომადგენლები თვითონაც ძალიან დისკრიმინაციულ განცხადებებს აკეთებენ. ან ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ საჯარო სივრცე არის მათი სივრცე და მის სრულ პრივატიზაციას ცდილობენ თითქოს. როგორც კი რელიგიურ უმცირესობებს საქართველოში უნდათ რაიმე საკულტო ნაგებობის აშენება, ისინი ყოველთვის აწყდებიან წინააღმდეგობას, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკა არის ხშირად პრეფერენციებზე დაფუძნებული, დომინანტი ჯგუფის მიმართ პრეფერენციებზე დაფუძნებული და შესაბამისად ილახება უკვე რელიგიური უმცირესობების, ამ შემთხვევაში მუსლიმების უფლებები. ჩვენი დღევანდელი მისია არის კონფლიქტის მოგვარების გზებზე ვისაუბროთ. კარგი მაგალითებზე, დიახ. კონფლიქტის მოგვარებისათვის რა არის აუცილებელი? პირველ რიგში აუცილებელი არის, რომ სახელმწიფომ გააცნობიეროს, რომ ეს არის მისი პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას რელიგიის თავისუფლება ქვეყანაში. და თუნდაც თქვა დომინანტი ჯგუფისადმი პრეფერენციების მინიჭების ხარჯზე არ უნდა დაარღვიოს რელიგიური უმცირესობების უფლებები. ყოველთვის უნდა ეცადოს, რომ არ უარყოს ეს მისი პასუხისგებლობა და პრევენციის მექანიზმები რა არის? ის რომ როდესაც ხდება რელიგიური შეუწყალობის საფუძველზე ჩადენილი დანაშაული, აუცილებელი არის რომ მასში მონაწილე ადამიანები დაისაჯონ. კანონის წინაშე პასუხი აგონ. ეს არის პრევენციის მექანიზმი. ასევე
რა თქმა უნდა, ეკლესიას, მართლმადიდებელ ეკლესიასაც აქვს პასუხისგებლობა, ის არ უნდა ცდილობდეს, რომ თქვა კონფლიქტი კიდევ უფრო გააღვივოს. როგორც იყო თქვა ჭელა შემთხვევაში, მოხეს დროსაც, მოხესშიც საკულტო ნაგებობაზე ამ სადავო საკულტო ნაგებობა არის მოგეხსენებათ, ეხლა ასე უწოდებენ. მართლმადიდებელ ეკლესიაც აცხადებს პრეტენზიას ამ საკულტო ნაგებობაზე და მოსახლეობაც შემდეგ შეიძლება არ არსებობდეს ლოკალურად რაიმე კონფლიქტი, მაგრამ ქრისტიანი მოსახლეობაც ახმოვანებს ხოლმე მაინც მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას. მაგალითად, მე ხშირად მეუბნებოდნენ, რომ ეს ქრისტიანული მიწა-წყალია და ამიტომ აქ არ უნდა აშენდეს. ან როდესაც ყურადღებას ამახვილებენ თვითონ საჯარო პირები, ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ მუსლიმებს ისედაც ბევრი სალოცავი აქვთ და ამიტომ არ არის საჭირო ახალი სალოცავის აშენება. ამას ახმოვანებს ხოლმე ადგილობრივი მოსახლეობა. ამიტომ საჭირო არის, რომ საჯარო პირებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა იგრძნონ პასუხისგებლობა, ერთი რომ ადეკვატური იყოს და ეფექტური იყოს გამოძიება რელიგიური შეუწყალობის საფუძველზე ჩადენი დანაშაულების და მეორე აუცილებელი არის საგანმანათლებლო სივრცეში ტოლერანტული კულტურის დამკვიდრება და ამ ფასეულობების პოპულარიზაცია. კარგით, ადამიანურ ურთიერთობებზე მინდა ვისაუბროთ. ბატონო ჯამბული, დაიძაბა თუ არა ურთიერთობა, იმიტომ რომ მოხდა კონფლიქტი, შემდეგ ყველა წავიდა და ეს ორი სარწმუნოების ადამიანები დარჩნენ ერთად ერთ სოფელში. ახლა რა ხდება? სუფთა ადამიანურ ურთიერთობებზე დაიძაბა მეზობლური ურთიერთობა, დაიძაბა მეგობრული ურთიერთობები? სანამ მაგ შეკითხვაზე პასუხს გაგცემდეთ, მინდა ცოტა გადახვევა გავაკეთო და ვთქვა, რომ ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის მძიმე კომუნისტური მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ ქვეყანას დახვდა ამ შემთხვევაში და რა ყოფაში გვეძებდა ცხოვრება და მოღვაწეობა ყველა ჩვენთაგანს. ეს ყოფის ცხოვრებაშიც აისახებოდა, ეს აისახებოდა კულტურულ ცხოვრებაშიც, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დაგვრჩა რა თქმა უნდა უამრავი მემკვიდრეობა სახელმწიფოს ჩვენი მოქალაქეებისაგან, განსხვავებლად განურჩევლად მათი აღსარებლობისა თუ ეთნიკური უმცირესობისა და დატოვეს თავიანთი კვალი, ანუ კულტურული კვალი ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე დგას ჩვენთან საკითხი, რომ აღნიშნულ შენობასთან დაკავშირებით, რომელზეც მიდის საუბარი და რომელმაც გამოიწვია კონფლიქტი დღეს ჩვენს რეგიონში, სწორედ ჩვენ აქ მივდივართ, რომ სახელმწიფომ უნდა გაათვისნობიოროს, მე დავეთანხმები ქალბატონ ეკას, რა თქმა უნდა, ის უფრო სიხნისეულად სწავლობს ამ საკითხებს, ჩართული ამ საქმეში თავიდან ბოლომდე და კარგად იცნობს სიტუაციას. დავეთანხმები მას იმაში, რომ სახელმწიფო არის მთავარი, ასე რომ ვთქვათ, მოთამაშე აქ ჩვენთან, რომ საზოგადოებაში არ მოხდეს დაძაბულობა, საზოგადოებაში განიმუხტოს ურთიერთობა, დაპირისპიროს გულისხმობ მე და უფრო შემრიგებლური გახდეს ეს ყველაფერი. სახელმწიფო შემრიგებლობაზე უნდა ვისაუბროთ, ბატონო ჯამბული, იმიტომ რომ ჩვენი ხაზი არის ადამიანური ურთიერთობები, ზოგადად, იმიტომ რომ ამაზე ქონდა რამდენიმე გადაცემა, პრობლემებზე ვისაუბრეთ. ადამიანური ურთიერთობები დაიძაბა თუ არა? იმიტომ რომ არ მინდა ხაზს გადაუხვიოთ. მესმის, რა თქმა უნდა, მე დასაწყისში წავნიშნე, რომ არსებობს, რა თქმა უნდა, შეინიშნება ეს დაძაბულობა, შეინიშნება იმ ფონზე, როდესაც ადამიანი იძახის, რომ აი მე არ მინდა თქვენი სამლოცველო აქ. არ მაინტერესებს საერთოდ, რომ თქვენ მეჩეთი გქონდეთ აქ. არ მსიამოვნებს ამის დანახვა. ადრე როგორი ურთიერთობა გქონდათ? ადრე თუ გქონდათ პრობლემა ამის გასაგებად? არა, რა თქმა უნდა, არ გქონდა პრობლემა, არ გქონია, ეს პრობლემები დაიწყო გასული წლიდან, ასე რომ ვთქვათ, ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ სამწუხაროდ ჩვენ უფრო ველოდებოდით, რომ და გავიხსენებ იმასაც ბატონი ბიზნე ივანიშვილის განცხადებას, რომ ჩვენ ისეთ დემოკრატიას ავაშენებთ, რომ თვით ევროპასაც გავაუცებთ. მე მიკვრის და გაუცებული ვარ, რომ რა დემოკრატიაზეა საერთოდ საუბარი, ის კონფლიქტი დღე რაც გვაქვს ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან, ეს არის ხელისუფლების მისი უნიათობის ბრალი. მეტი არაფერი, რაც შეეხება ადამიანურ ურთიერთობებს, რა თქმა უნდა შეინიშნება დაძაბულობა, რა თქმა უნდა შეინიშნება ეს იგრძნობა სოფელში, რომ შემოხვალთ, არის რა თქმა უნდა ეს დაძაბულობა, მაგრამ თუ სახელმწიფო კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ თუ სახელმწიფო თავის მოვალეობას შეასრულებს
და განუმარტავს ადამიანებს, რომ აი ეს თქვენი რომ არის, აი ამასაც ეს მათი საკუთრება არის, ეს მათი ეკუთვნით და აი თქვენ უნდა მიიღოთ ეს. ანუ ურთიერთობები უნდა დაარეგულიროს იგივე რა თქმა უნდა, სახელმწიფოს როლი გადამწყვეტია ამ შემთხვევაში. კი ბატონო, მინდა სტუდიაში მყოფი ახალგაზრდების ჩავრთოთ გადაცემაში. თუ შეიძლება, ადევნებდით თუ არა თვალს მიმდინარე პროცესზე, თქვენი დამოკიდებულება როგორია? თუ ყავთ თქვა სხვა სარწმუნოების ადამიანები, მეგობრები, იგივე ჯგუფელები თუ სტუდენტები ხართ? ალექსანდრე ვერიძე, დემოგრაფიასთან კავშირის ბაზაზე არსებული ახალგაზრდული ცენტრის წევრი, ვარ სტუდენტი. რაც შეეხება მიმდინარე პროცესებს და მოვლენებს, თვალს ვადევნებდი, რა თქმა უნდა. მომიწია აქციის მიმდინარეობისასაც ყოფნა, რომელიც სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო. რაც შეეხება ქალბატონმა ეკამბრძანა, რომ სასულიერო პირები ამწვავებდნენ სიტუაციას, მაგრამ მე როდესაც იქ ვიყავი, პირიქით მომეჩვენა, რადგან სასულიერო პირები მოსახლეობას მოუწოდებდნენ, რომ წასულიყვნენ ეკლესიაში და ელოცვათ, რადგან ანუ ამ გზით არ შეიძლებოდა მსგავსი პრობლემის მოგვარება. კარგი, პოზიცია როგორია შენი მითხარი, იმიტომ რომ ჩემ პოზიციას ძალიან ბევრი მეგობარი მყავს სხვადასხვა სარწმუნოების. სწორედ ამისთვის შეიქმნა ეს პროექტი ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში, რომ მოხდარიყო საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების და ქართველი ადამიანების დამეგობრება. მე მგონი შედეგი ძალიან კარგი გამოიყო, რადგან თითქმის საქართველოს ყველა ქალაქში ყავს მეგობარი, რომელიც ეკუთვნის ამა თუ იმ ეთნიკურ უმცირესობას. კი ბატონო, თუ შეიძლება გადავაწადეთ, თქვენ თუ ყავთ სხვა სარწმუნოების მეგობრები და რას ფიქრობთ საერთოდ მდგომარეობაზე? მოგესალმებით, მე ვარ დავით აკოფიანი, ვარ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი. მყავს მეგობრები სხვადასხვა რასის, სხვადასხვა ერის და არასდროს ქონია მათთან რაიმე პრობლემა, პირიქით, ყოველთვის ძმურად, ჩახუტებულად, ასე რომ ვთქვა და შინაურად ვიყავი ყოველთვის მათთან და რაც შეეხება რისგან გამოდის ეს პრობლემები, რომ ერთმანეთს ვერ იტანენ, ასე რომ ვთქვათ, ან ჩხუბობენ ერთმანეთში, ეს მდგებარეობს იმაში, რომ ბავშვობიდან არასწორად იზრდებიან ჩემი აზრით. სხვა რამეს ასწავლიან და სხვანაირად ზდიან. აი მაგალითად, შენ ხარ სომეხი, არ უნდა გიყვარდეს რუსი, ან არ უნდა გიყვარდეს, ვთქვათ, აზერბაიჯანელი და ან მათ სხვანაირად. ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ გაზდიან და მე პატარაობიდან ისე მზდიან, რომ არ აქვს ერთ მნიშვნელობა, მთავარია ერთში როგორი ხალხია და ყველა ერთში არის კარგიც და ცუდიც. ასე რომ მე მყავს სარწმუნოებაზე რა სიტყვი? ანუ რელიგიურადაც იგივეს გეუბნებოდნენ შენი მშობლები სარწმუნოებაზე? კი, რა თქმა უნდა, როგორც ჩემ რელიგიას ვცემ პატივს, ასევე სხვა რელიგიის წარმომადგენელ საზოგადოებას ვცემ პატივს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ბატონო ნიკო, ტრადიციებს მინდა შევეხო, წესებს. ამ ორი სარწმუნოების ადამიანებს შორის თუ არის რაიმე განმასხვავებელი, დამაკავშირებელი, პირიქით, წესები, ტრადიციები, რაც აერთიანებს მათ? საკმაოდ საუბარში სწორედ ამაზე გამოვხილე ყურადღება, რომ აქ საქმე გვაქვს აი ჩვენს რეგიონში მუსლიმების და ქართველების, აი ქრისტიანების, ასე ვთქვათ, ეს კონფლიქტი რომ იყო, ერთი და იგივე ეთნოსის ქართველების დაპირისპირებასთან. ახლა დღესაც რომ მივიდეთ ნებისმიერ იმ ქრისტიანთან ოჯახში და მე იქავე გადავიდეთ მუსლიმთან ოჯახში. აბსოლუტურად ერთი და იგივე რიტუალი, ერთი და იგივე წესჩვეულება, ერთი და იგივე სტუმართ მასპინძლობა აბსოლუტურად. ეს ჩვენი ქართველი ხალხის ტრაგედია იყო, რომ ასე მოხდა დღეს, მაგრამ დღეს რომ ასე არის, ეს უნდა მივიღოთ ჩვენ. აი დღეს ქალბატონიკა ძანაწერან რომ აი ეს პრევენციებია დროულად გასაკეთებელი და ეს მე კიდევ ვთვლი ასეთნაირად, რომ პრევენციამდე თუ მივიდა საქმე, ეს ნიშნავს, რომ უკვე საქმე გაღვივებულია. ეს გაღვივებაზე არ უნდა მივიდეს საქმე და სწორედ წინა პერიოდი უნდა უძღოდეს ამას, რომ არ მივიდეს ამ საქმის გაღვივებაზე. აი მაგალითად, როცა რაიმე ობიექტის აშენება უნდა მუსლიმს თუ ქართველს. როცა იცი, რომ აქ გვერდზე ცხოვრობს ქართველი ბოდიში და მუსლიმს და ქრისტიანს. როცა გვერდით ცხოვრობს სხვა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელი, აუცილებლად აქ წინასწარ უნდა თადარიგი დაიჯო, ვიცით რა უზრუნველია თემაა ეს? ამიტომ არ შეიძლება ასე იმპულსურად რამის გაკეთება, ის იმპულსურად გაკეთებული საქმე აუცილებლად გამოიწვევს აი მეორე რელიგიური მიმდინარეობის გაღიზიანებას. ამიტომ აუცილებელი არის
წინასწარვე, როცა რაიმეს გაკეთება ხდება, ძალიან ცივილურ დონეზე, ძალიან მაღალ დონეზე გაკეთდეს და თანაც რა არის სახელმწიფოს ჩართულობა მაშინ კი არ უნდა იყოს, როცა მართლაც ეს უკვე სამართალდამცავი ორგანოების ჩართვა ჭირდება იქ. უნდა წინასწარვე იყოს სახელმწიფოს ჩართულობა, რომ თავიდანვე მოხდეს ყველაფერი დარეგულირებული გზით და აღარ მივალთ მე იმ კონფლიქტებამდე. აღარ მივა ჩვენი ქართველი ხალხი აი დაპირისპირებულობაზე. ეხლა ძალიან ადვილია გააღვიო კონფლიქტი. აი მოგვარება მე იმისი ძნელი. ის წეგნება შეიძლება თაობებს გადაცდეს, აი ეს დაპირისპირებულობის ერთი პატარა ის მოხდი, ვიცით ახლა ჩვენ რომ კარგი სიკეთის დამახსოვრება იშვიათ შემთხვევაში არის რომ გადადის საუკუნეებს, მაგრამ აი ეს პატარა და დაპირისპირებულობაც კი გადადის. ამიტომ აი ეს აქამდე არ უნდა მივიდეს საქმე. ამიტომ მაგ ყველა პასუხისგებლობას აქ ვერ აირიდებს ვერავინ. თითოეული ქართველი, თითოეული ის მუსლიმია თუ ქრისტიანია, ყველას ეკისრება იქ პასუხისმგებლობა. და მარტო ახლა სახელმწიფოს ჩარევით რა, სახელმწიფო შუაში ჩადგეს და ჩაენოს იქ სამართალდამცავი ორგანოები რა მაგით მოგვარდება საქმე, გამორიცხულია ეს. კი ბატონო. აი არ უნდა მივიდეს, მე ამას ვთვლი. აქამდე არ უნდა მივიდეს საქმე, აი ეს იქნება ნამდვილად ის ჩვენი, ნამდვილი ქართული და ნამდვილი ის ტოლერანტული დამოკიდებულობა ამ საკითხის მიმართ. კი ბატონო, მოგვარების გზებზე ვისაუბრებ ჩვენ უფრო ფართოდ მარნეული სტუდია რა სიტყვის საერთო წესების შესახებ. ლიკა. დიახ, ისმენთ თაკო, მინდა იყო კონფლიქტებზე საუბარი თქვენთან და მინდა ამ საკითხის აზრი მომისმინოთ. ჯერ მოგესალმებით ყველას. მე ვარ მარნეული ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელი. ძალიან კარგად შევფასებდი მარნეულში ჩვენი ურთიერთობა, იმიტომ რომ მეც ძალიან ბევრი მეგობარი მაქვს ქართველი და სხვადასხვა ერის მეგობრები მაქვს. ასევე პროექტი სამოქალაქო ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოშიც ვარ წევრი და ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი გასვლითი პროგრამები სხვადასხვა რეგიონების ბავშვებთან. მე თვითონ მიმასპინძლეს ქახეთში ქართველ ოჯახში და მე ვფიქრობ რომ ჩვენ არანაირი პრობლემა ერთმანეთთან არ გვაქვს, ძალიან კარგია ჩვენი ურთიერთობა და მარნეული ძალიან მრავალფეროვანია და აქ ახალგაზრდებთან შეიძლება იყოს რამე რა ვიცი ასეთი მდგომარეობა რომ რამე პატარა პრობლემა იყოს, მაგრამ მთლიანად ყველაფერი კარგია, ნორმალურია და გზაშია. გორში აფასებთ მდგომარეობას და მაინტერესებს რამე მიზეზები ხომ არ არსებობს. თქვათ იგივე ენის ბარიერი და ხელთქიშლით ეს მეგობრობაში, ურთიერთობაში. რა შეგიძლიათ გითხრათ? ახალგაზრდული ცენტრის აქტიური წევრი და მე ვარ აზერბაიჯანელი და ვსწავლობ ქრისტიან ბავშვებთან და არანაირი კონფლიქტი არასოდეს არ ყოფილა მაგაც და ჩემს შორის. რომ ითხრა არსებობს ენის ბარიერი და გიშლით თუ არა ეს ხელს უფრო მეტი მეგობრის სკოლაში. თქვენთან პირადად არა, მაგრამ მარნეულის მოსახლეობას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. ჩემი აზრით არანაირი პრობლემა არ არის ენის ბარიერი მეგობრების შეძენაში. თქვენ რა შეგიძლიათ მითხრათ, არსებობს ენის ბარიერი თუ არა? ზოგადად ვფიქრობ რომ ეს პრობლემა არ არის, რომ არის მიზეზი, რომ ენის ბარიერი არის ფაქტობ, რომ ბევრი ადამიანს არა ძალიან ბევრი აზერბაიჯანულმა იცის ქართული და ბევრმა ქართულმა იცის აზერბაიჯანული. ერთმანეთს ძალიან კარგად ვეკონტაქტებით, თუმცა იშვიათი გამონაკლისია რომ იყოს პრობლემა ენის ბარიერი. თუ რა მეც ასე ვთვლი, ვეთანხმები თეონას, ისეთ როგორ არის უკვე რამდენი წელია სკოლებში დაიწყეს ქართული ენის სწავლას და ამიტომ ბავშვები ცდილობენ რომ ილაპარაკონ კიდეც, გამოიყენონ პრაქტიკაშიც და ქართველებთან როცა ურთიერთობა უწევთ, მაშინ ან ქართველი ასწავლის ქართულ სიტყვებს, აზერბაიჯანულ სიტყვებს და ხდება ინტეგრაცია. ჩემი აზრით არ არის პრობლემა. ტელეკომპანია მეცხრე ახმა მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობის ერთად ცხოვრებისა და ურთიერთობის შესახებ სიუჟეტი მოამზადა. ნახოთ სიუჟეტი, შემდეგაც სტუდიაში კვლავ საუბრით დავბრუნდებით. Pati, გობრძანდი ქალბატონო მაია.
ეს ორი ქალბატონი სოფელ ზარზმაში ცხოვრობს. ისინი კარის მეზობლები არიან. ამიტომ ერთმანეთს ყოველდღიურად ხვდებიან და სხვადასხვა საჭიროებო საკითხებს ერთად განიხილავენ. გამოსავალსაც ერთად ეძებენ და ერთმანეთს დახმარების ხელსაც უწევენ. ერთადერთი რამ, რაც მათ განასხვავებს, აღმსარებლობაა. მაია საგინაძე რაჭველი მართლმადიდებელია, ხოლო ფატმან ღორჯომელაძე აჭარელი მუსლიმანი. თუმცა ეს მათ ურთიერთობას ხელს არ უშლის. მაია საგინაძის მსგავსად ღორჯომელაძეების ოჯახს სხვა მეზობლებიც ხშირად სტუმრობენ. დიასახლისის მიერ სახელდახელოდ გაშლილ სუფრას უსხდებიან და სადღეგრძელოებსაც ამბობენ. პირველი ჭიქაკი ტრადიციულად მშვიდობის ისმევა. პირველ რიგში მშვიდობა ყოფილიყოს მთელ საქართველოში. აიგრე იყოს გაიგოს. მშვიდობა ყოფილიყოს მეორე რიგში ყველას ჯანმრთელობას უსურვებ ყველა ოჯახებში, კარგად იყოთ, რამადად იყოთ. ერთი სუფრის ირგვლივ შეკრებილი სხვადასხვა აღმსარებლობის მეზობლები სოფელში არსებულ ურთიერთობებზე საუბრობენ. მათი თქმით, ზარზმაში რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოება არასოდეს ყოფილა. მეზობლები ჭელისა და მუხის ამბებსაც იხსენებენ და ამბობენ, რომ არეულობა მხოლოდ ერთეულებს აწყობთ. არ მომწონს ეს დაპირისპირება და ეს შუღლი რა. მინდა რომ იცხოვრო რომ საქართველოში ამ ქართველებმა წყნარად ზუსტად თითებზე ჩამოსათვლელები ვართ ეს ქართველები. ერთი მუჭავად და ამ კიდევ ჩვენ ჭუბი და კლადა ის ხვილა. ერთმანეთში ვინც რომ ამას აკეთებს, იმან თუ არ იგიქნა რა ქვია, ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამთ. უნდა გაკეთდეს ისე რომ უნდა იყოს მწყნარად და მშვიდობა უნდა იყოს რომ კარგად იყო ჩვენც. კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმან უფროს რომ ერთი დღეც არ მოვიდენ და არ მივიდეთ და არ ვიმეზობლოთ და რაღაც ასეთი რამე არ გავაკეთოთ. რახან ქრისტიანი ვარ და რახან მუსლიმანია, თუ ადამიანები ვართ, ყველა საქართველოს შვილები ვართ, ხო? არ არსებული ეგეთი რაღაცა რომ თუ ძალით არ დაძაბე რაიმე მოხდეს. ზარზმაში მცხოვრებმა მუსლიმებმა საქართველოს ისტორიაც კარგად იციან. აჭარელი ეკომიგრანტები საკუთარ თავებს წმინდა სისხლის ქართველებს უწოდებენ და ამბობენ, რომ მათ თავიანთი სამშობლო ისევეძლიერად უყვართ, როგორც სხვა დანარჩენებს. ამასი წელი იბატონეს თურქებმა და ჩვენი ხალხი ძალად გაამუსლიმანეს. პირველი ქრისტიანობა შემოვიდა აჭარაში. ეს ხალხი ვერ გძებენ და გვეძახია რამდენჯერაც გთქმით რა ხო რომ თათრები ყავთ, მაგრამ რატო ვერ შეიქნეს რომ ჩვენ თათრები არა ვართ, ჩვენ ვართ წმინდა ქართველები. და მაიდამაინც თუ უნდანა ჩვენ ვართ ნაღდათ ვიტყვი ასე, ჩემ რაც რომ დამანახეთ ჩემა დედამ, მამამ, წინაპრებმა ლოცვა კითხვა, ვარ ქართველი მაჰმადიანი. კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქი ლოცე ვარ, ახლა მუსლიმანი, მე მაგით რა მნიშვნელობა აქვს. სოფელ ზარზმაში ორივე აღმსარებლობის ადამიანებს საკუთარი სალოცავი აქვთ. ქრისტიანები ზარზმის მონასტერში ლოცულობენ, ხოლო მუსლიმები თავიანთ ხელით აშენებულ მეჩეთში. ზარზმის მონასტერში საკვირაო სკოლაც არსებობს, სადაც სასულიერო პირები სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს მათემატიკაში ამეცადინებენ. კითხვას რა სარწმუნოების ახარ ტაძრის მოძღვრები ბავშვებს არ უსვამენ. წარმატებული მოსწავლეები შემდგომში სწავლას ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში აგრძელებენ. ამზადებენ ბავშვებს და თვითონ ბავშვებიც მიდიან იქ აწუხებენ და მაგისტრის დროს გამონახავენ და აი წუთიც წარფს არ შეუხრიან. აი მაგათი იმით ბავშვებმა თბილისში კომაროვის სკოლამდე მიაღწიეს, მაგალითად ჩემი შვილიშვილი იქ მონაწილეობს, თვითონ მოამზადა. თვითონ ბავშვები, რომლებიც აქ ცხოვრობენ ადგილობრივები, თითქმის ამ ეზოში არის გაზრდილი სულ და ახლა ბავშვს როდესაც შემოდიან ახლა ჩვენთან ურთიერთობაში, რაც საჭიროა ბავშვისთვის სითბოა, სიყვარულია, თუ პლევოს ამას კიდე იქით რაღაც პატარა წახალისება, როგორც ერთისთვის ავართ, ისე ვართ, მეორესთვის არასდროს არ გაგვირჩევია არც ერთი ერთმანეთისგან. ზარზმის მეჩეთის წინამძღვარი ოთარ გორგაძეც ამბობს, რომ ის რაც დადებითია წინა პლანზე უნდა წამოიწიოს. მისი თქმით, ადამიანური ურთიერთობები, კაც და სიყვარული და ერთგულება ყველაზე ღირებულია. ამიტომ მეჩეთის წინამძღვარი ყველა მორწმუნეს განურჩევლად აღმსარებლობისა, სიყვარულისა და პატივისცემისაკენ მოუწოდებს. 42 წელი ვცხოვრობ აქ. 42 წელი და ჩვენ ჭირშიც, ხინშიც, წირილშიც, გზაშიც, კვალშიც სულ ყველგან ვიყავით ერთად და ვარ დღესაც კიდევ ერთად. მართლმადიდებელს, მუსლიმს, სულ ყველას მოუწოდო რომ ისევ ვიყოთ შეხმატკილებული, ისევ ვიყოთ ერთად, ისევ ვიყოთ მეზობლურ კონტაქტში, როგორც ვიყავით აქამდე და არავითარ შემთხვევაში არ ვაწყინიოთ არავის.
ზარზმის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათი სოფელი მისაბაძია და ადამიანური ურთიერთობების მაგალითი სწორედ მათგან უნდა აიღონ. რაჭველები და აჭარლები ჭელასა და მოხეში მცხოვრებ ქრისტიანებსა და მუსლიმანებს მშვიდობისა და გონივრულობისაკენ მოუწოდებენ. ხელოვნურად გამოწვეულ არეულობას კი ორივე მხარე უგუნურებად მიიჩნევს. ცხოვრობთ რაჭველები და აჭარლები. რაჭველები ვართ 7 ოჯახი. დანარჩენი მოსახლეობა აჭარულია, მაგრამ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, რა ვიცი, ამდენი წელია ერთი პრობლემაც არ ყოფილა. რა უნდა ისწამდეს ახლა ჩვენ არანაირი პრობლემა არ აქვს არავისთან. ხალხი იყოს კარგად, ჩვენ თავარია თორე ჩვენ რა. იყოს მუსულმანი, ჩვენს პრობლემა არ წარმოადგენს. ერთი მუჯაც შეკრილი არა ვარ, 3 მილიონი ნახევარი ქართველები ვართ, მაგის გულისთვის ერთმანეთს კლავენ, რატო? რისთვის? ხომ უნდა მიხვდნენ. გამრავლების ისინი აღარ არის გაჭირებული ცხოვრება არის. ხალხი აღარ მრავლდება და რაც ავართ იმასაც ყურადღების მიქცევა უნდა. მოვუწოდებ რომ იყოს ურთიერთგაგება, ეს დაპირისპირება, ეს არ არის ახლა მიზანშეწონილი და არ ჩვენთვის არის კარგი არც ამათთვის. ზარზმაში ეს მე არასოდეს არ მიგწვნია არც ერთისგან, რა ვიცი და ანალოგიურად ჩვენგანაც ამათ არ უგწნიათ. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმაში დაახლოებით 60 კომლი ცხოვრობს. აქედან 10 მართლმადიდებელი, ხოლო 50 მუსლიმია. ყველა ოჯახი წლების წინ ეკოლოგიური პრობლემების გამო მესხეთის მიწაზე, აჭარიდან და რაჭიდან ჩამოსახლდა. მათ თავიანთი საცხოვრებელი ადგილი შეიყვარეს და დღეს უკვე ამბობენ, რომ მათი მთავარი საზრუნავი მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებაა. თითოეული ოჯახი დღემდე თავიანთ სალოცავში ღმერთს მხოლოდ ერთს ავედრებს. მათი სურვილი ერთ მუშტად შეკრულიერია. ბრუნდებით სტუდიაში ქალბატონო ეკა, თქვენ მინდა დაგისვათ კითხვა, რამდენად იცნობთ თქვენ ადიგენის მუნიციპალიტეტში, მარნეულში არსებულ ადამიანურ ურთიერთობებს, დაპირისპირებაა ეს, მოგვარდა ეს ურთიერთობები დასტაბილურდა, რა სიტყვით, სუფთა ადამიანური ურთიერთობების შესახებ? მე მინდა კომენტარი გავაკეთო წინა გამოსვლების განცხადებასთან დაკავშირებით. ძალიან მიხარია, რომ თქვენ სტუდიაში მყოფი ახალგაზრდები ინტეგრირებულად გრძნობენ თავს, რომ მათ არ აქვს ენის ბარიერი, თუმცა ესენი არიან უკვე, თქვათ, სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ და ეს რიცხვი სამწუხაროდ არ არის ძალიან რეპრეზენტატიული, იმიტომ რომ ენის ბარიერი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ჯერჯერობით ისევ არსებობს. ისე მწვავედ არა შეიძლება როგორც 10 წლის წინ, თუმცა ეს პრობლემა მაინც არის. რაც შეეხება ადამიანურ ურთიერთობებს, ესე ადამიანური ურთიერთობები ცალკე ესეთი შეიძლება განვიხილოთ რაღაცა კონტექსტის ანალიზის გარეშე. პირველ რიგში საგანმანათლებლო სისტემაში არსებული პრობლემების გათვალისწინების გარეშე. როდესაც ჩვენ საუბრობთ, რამდენი ტოლერანტული დამოკიდებულება არის ახალგაზრდებს, სტუდენტებს, თუ სკოლის მოსწავლეებს შორის, არ შეიძლება არ გავიხსენოთ ბოლო დროში 2 წლის წინ ჩატარებული კვლევები თუ არ ვცდები, სადაც ჩანს, რომ რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების მიმართ მაინც გარკვეული მიუღებლობაა და ამაში დამნაშავედ იწილად მაინც არის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ხშირად ტოლობის ნიშანს სვამს რელიგიურ იდენტობასა და ეთნიკურ იდენტობას შორის. ანუ ერთგვარი რელიგიური ნაციონალიზმის დისკურსი არსებობს, სადაც ქართველი, სრულყოფილი ქართველი, ასე ვთქვათ, აუცილებლად მართლმადიდებელი უნდა იყოს და ეს პრობლემა ნამდვილად ასეა, ნამდვილად ეს პრობლემა არის, რომ მე ჩამიტარებია ძალიან ბევრი ინტერვიუ რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ახალციხეშიც, აჭარაში განსაკუთრებით პრობლემური არის ეს საკითხი, როდესაც მუსლიმი მაინც აღიქმება როგორც არასრულფასოვანი ქართველი, თუ მას განსხვავებული რელიგიური იდენტობა აქვს. თუნდაც საჯარო მოხელეები ხშირად აღნიშნავენ, რომ თუ ისინი ღიად გააცხადებენ თავიანთ რწმენას, მათ შეიძლება გარკვეული პრობლემები შეექმნათ. ან ამ პრობლემებზე ხშირად არიდებენ, ამ პრობლემებზე საუბარს ხშირად თავს არიდებენ. ამაში დამნაშავე არის ისევ და ისევ საგანმანათლებლო სისტემა, როდესაც სახელმძღვანელოები საჭიროებს რევიზიას, ასევე სკოლებში არსებული სიტუაცია, როდესაც ხდება რელიგიური ინდოქტრინაცია და მაგალითად არააკადემიური მიზნებით არის გამოფენილი რელიგიური სიმბოლიკა სკოლებში. ესეც პრობლემა არის და ამაზე აუცილებელი არის განცდა. თქვენი როლი როგორია, ქალბატონო ეკა? სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების როლი როგორია, თქვათ ამ ურთიერთობების დარეგულირების საქმეში?
კი, დარეგულირების საქმე ადამიანის ურთიერთობებზე აუცილებლად აისახება. ერთ-ერთი ახალგაზრდამ სწორად აღნიშნა, რომ როგორ გამზადდეს, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. და შემდეგ ღირებულებებისა და ფასეულობების ჩამოყალიბებაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ოჯახს, ასევე საგანმანათლებლო სისტემას. ამიტომ აუცილებელია სწორედ ამ ტოლერანტული იდეების კულტივირება საგანმანათლებლო გარემოში, მოსწავლეების, სტუდენტების აღზრდა, რომ მათ განსხვავებულის მიმართ შიში და ფობია არ ქონდეთ, რომ არ აღიქმებოდეს, შეიძლება მეგობრული ურთიერთობები არსებობდეს, რა თქმა უნდა, ერთმანეთს არ ურტყავდნენ თავში რელიგიური უმცირესობების ან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი და თქვათ, რომელიმე უმრავლესობის წარმომადგენელი, ესე პირობითად რომ თქვათ. თუმცა ეს დამოკიდებულება, რომ ის მაინც სხვა არის და დიქოტომია არსებობს ჩვენსა და მათ შორის, ეს არის პრობლემა და სწორედ აქ არის პრობლემის საფუძველი. და ამის მოგვარება შესაძლებელია ისევ და ისევ განათლების სისტემის რეფორმით და განათლების სამინისტროს აქტიური ჩართვით ამ საკითხში. რა კუთხით უნდა შეუწყოს, თქვათ, იგივე არასამთავრობოებმა, სამოქალაქო სექტორმა? არასამთავრობო სექტორი სხვა შორის ძალიან უფრო ბევრ აქტივობას ატარებს, იგივე თქვენ სტუდიაში მოწვეული ორგანიზაციის სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფები, როდესაც ისინი ესეთ არაფორმალურ შეხვედრებს მართავენ, კულტურული ღონისძიებები, როდესაც ჩადიან, თქვათ, თბილისიდან სამცხე-ჯავახეთში ან ახალციხეში და სხვადასხვა უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში არსებობს ეს საერთო ღონისძიებები, რომლებშიც ისინი რომელსაც მათ შეუძლიათ ჩაერთონ. ეს რა თქმა უნდა ხელს უწყობს დაახლოებას და დიალოგს, თუმცა კონკრეტულად სახელმწიფოს როლს ამაში ხედავ იმას, რომ ან განათლების სამინისტროს კონკრეტულად როლს, რომ მან აუცილებლად უნდა განახორციელოს მონიტორინგი სკოლებში, რამდენად არის დაცული ზოგადი განათლების შესახებ კანონი, რამდენად სახელმძღვანელოები პასუხობს, ესე ვთქვათ, საერთაშორისო სტანდარტებს და იმ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება ხდებოდეს პროზელიტიზმი სკოლებში ან რელიგიური ინდოქტრინაცია, ან რელიგიური უმცირესობების რაღაც ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება და თუ კი გადავხედავთ ამას დიდი თქვა ანალიზის არ ჭირდება ერთი ხელის გადაშლით, როცა სახელმძღვანელოებს გადავხედავთ, იქ აშკარად არის ესეთი პასაჟები, სადაც თქვა დღესაც მუსლიმები შეიძლება რაღაცა ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებოდნენ. ამას აქვს ძალიან დიდი გავლენა მოსწავლეების თქვა ღირებულებების და ფასეულობების და დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე განსხვავებული იდენტობების მიმართ. კი ბატონო, დიდი მადლობა. შესაძლებლობა კითხვა რომ დავსვა ქალბატონ ეკასთან. დიახ. ქალბატონო ეკა, თქვენ ახსენეთ, რომ ენის ბარიერი კვლავ არსებობს. ასევე ისაუბრეთ განათლების კუთხით უნდა გაკეთდეს რაღაც ცვლილებები. როგორ ფიქრობთ, არასამთავრობო ორგანიზაციები ხომ არ უნდა დაეხმარონ შესთავაზონ პროგრამები სახელმწიფოს და შემდეგ უკვე გამოსწორდება ეს მდგომარეობა. როგორ ფიქრობთ? ისიც არის, მაგალითად ჩვენი ორგანიზაცია ერთ-ერთი TDI, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, ასეთ პროექტს ახორციელებს, ჩვენ ვაკეთებთ სახელმძღვანელობის რევიზიას, ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის და სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელობის, შემდეგ გვინდა რომ პრობლემების იდენტიფიცირების შემდეგ უკვე შევთავაზოთ კონკრეტული რეკომენდაციები განათლების სამინისტროს, თუმცა განათლების სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის მაგალითად უშუალო პასუხისმგებლობაა, რომ სკოლაში აკონტროლებდეს სიტუაციას, რამდენად ხდება ხომ არა აქვს ადგილი რელიგიურ ინდოქტრინაციას და პროზელიტიზმს, ჩვენ წარმოვიდგინეთ რამდენიმე კვლევა, ასევე სხვა ორგანიზაციებმაც, სადაც აშკარად ჩანს, რომ ეს პრობლემა არსებობს და განათლების სამინისტროს ჯერჯერობით მედიცინი ნაბიჯები ამ კუთხით არ გადაუდგამს. სამხო სექტორის ფუნქცია არის, რომ რაღაც ამ პროცესში, ეს პროცესი წაახალისოს, ჩვენი კუთხით ვატარებთ სხვადასხვა აქტივობას და ერთ-ერთი ვახსენეს სახელმძღვანელობის რევიზია, ასევე გვინდა რომ მასწავლებელთა სერტიფიცირების ტესტებში შევიტანოთ კონკრეტულ კითხვარში შევიტანოთ კონკრეტული კითხვები, რომლებიც შეამოწმებს მასწავლებლების დამოკიდებულებას და უნარებს, ვთქვათ, რამდენად შეუძლიათ ტოლერანტული გარემოს შექმნა ზოგადი განათლების დაწესებულებებში სკოლებში. ასევე სხვადასხვა აქტივობები ეხლა უბრალოდ აბსოლუტურად შეზღუდულია და არ ჩამოვთვლი ყველა სათითაოდ. თუმცა რა თქმა უნდა სამოქო სექტორს დიდი როლი აქვს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ განათლების სამინისტრომ კუთხით რაც მედიცინი ნაბიჯები არ გადადგას და ჯერჯერობით ამ კუთხით მართლაც პასიურობს.
კი ბატონო. კი ძალიან მოკავთ შეიძლება იმიტომ რომ საერთოდ დრო გვეწერება. შეგიძლიათ კითხოთ. მე მაშინ ერთი ესეც შეკითხვა უბრალოდ აი ამ ჩვენმა დიალოგმა გამოიწვია. აქ ვახსენეთ რომ არ უნდა იყოს სწავლება ვთქვათ ისეთნაირად რომ მოხსენებული იყოს სხვა კონფესიის რელიგიის მიმართ რაღაც აგრესიული დამოკიდებულება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ ქართული ლიტერატურა აგიოგრაფიის გარეშე მაშინ რა იქნება აქ აგიოგრაფიას როგორ განვიხილავთ, როგორ კონტექსტში შეგვიძლია დავამახინჯოთ მაშინ აგიოგრაფია რომ ეს ამოვიღოთ. საქართველოს შუა საუკუნეების ისტორია, უბრალოდ რა არის? ეს უნდა ისწავლოს. ჩემს აგიოგრაფია მე. არა, აგიოგრაფია, ქართული აგიოგრაფია. ისწავლებოდეს რომელშიც ისწავლებოდეს ეს საუბარი საკითხია, მაგრამ ხო არა, ეხლა მნიშვნელობა კონტექსტუალიზაცია და შემდეგ როგორ ხდება ამ მასალის გადმოცემა და მასწავლებლები როგორ ასწავლიან ამ საგნებს. როდესაც ახლა მართლმადიდებელი სასულიერო პირი მოდის საქადაგებლად სკოლაში, პატიჟებენ და ზოგადად სივრცე არის მთლიანად მართლმადიდებელი სიმბოლიკით გაშენილი და არა აკადემიური მიზნები ხდება ამ სიმბოლიკის გამოყენება, სამლოცველოები როდესაც არის მოწყობილი სკოლებში, ეს ქმნის ეს არის რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევა იქ სადაც საჯარო სკოლებზე მაქვს საუბარი კერძო სკოლები საკითხია საჯარო სკოლებში სადაც უნდა იყოს დაცული. კი ბატონო, არა ნეიტრალიტეტი და ეს არის და როდესაც ეს არის დარღვეული ამით კანონი იუღება. კი ბატონო, მოდი მაშინ დასასრულისკენ მივდივართ, შევაჯამოთ რაღაცნაირად გადაცემა. ბატონ ჯამბულ, რას აკეთებთ თქვენ მხარე, მუსლიმ მხარე იმისთვის, რომ დარეგულირდეს სიტუაციები და დასტაბილურდეს ანუ? ურთიერთობა არ იყოს დაძაბული ორ საკუთრებისგან. პირველ რიგში ყველა შევთავაზეთ მგონი იმაზე, რომ ადამიანური ურთიერთობები ნამდვილად არ გვიჭირს ჩვენ მუსლიმებს, მართლმადიდებლები იქნებიან თუ სხვა აღსებლობის ადამიანები, არ აქვს ამას მნიშვნელობა და ბატონო მონიკომ აღნიშნა ძალიან კარგად, რომ ჩვენ მე-7 საუკუნის შემდეგ ისლამსა და ქრისტიანობას ერთად თანაცხოვრების შვენიერი მაგალითები გვაქვს ჩვენ რა თქმა უნდა. ბოლოს და ბოლოს დიდი დავითის ეპოქა გვახსოვს და ეს ყველამ კარგად ვიცით, რა თქმა უნდა. რას ვაკეთებთ? ასე მარტივადაც არ არის საქმე, რა თქმა უნდა, რომ დროში შეზღუდული ვართ ვისაუბროთ ამაზე, მაგრამ ძალიან შეზღუდულება. ქალბატონიკას დავეთანხმები იმაში, რომ ზოგადად საგანმანათლებლო კუთხით მართლა სავალალო მდგომარეობა გვაქვს ჩვენ სკოლებში. მოსწავლეები საჭირო მოდიან სკოლიდან ამბობენ, რომ აი მათ მასწავლებელმა უთხრათ, რომ ნამდვილი სარწმუნოება არის მართლმადიდებლობა. თქვენ მუსლიმები ხართ, მაგრამ აი ეს არის მცდარი სარწმუნოება. ამ დროს თქვენ რას აკეთებთ? რა უნდა ვთქვა, ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ უბრალოდ, იმიტომ რომ ჩვენი სარწმუნოება გვასწავლის მიმტევებლობას. იმ ადამიანს არ აქვს რა თქმა უნდა იმის თქმის უფლება მასწავლებდეს სკოლაში, მაგრამ რა თქმა უნდა, აქ კიდევ სახელმწიფოს როლი ძალიან დიდია, უნდა გადაიხედოს ეს ზოგადად საგანმანათლებლო სისტემა, ამასთან ერთად დიდია როლი მასმედიის, ანუ თქვენი როლი ამ საქმეში. დიდი მადლობა რომ ახალგაზრდები მოიწვიეთ სტუდიაში და უნდა იყოს დისკუსიები გაიმართოს ახალგაზრდებთან ერთად. ახალგაზრდები უნდა იყვნენ აქ და მათ გამოხატონ თავიანთი აზრი. დიდია როლი რა თქმა უნდა უნივერსიტეტებში სტუდენტებთან მუშაობის, იქ რა თქმა უნდა ყველა აღსანიშნავი ადამიანი სწავლობს და რა თქმა უნდა აქაც შეიძლება რაღაცა წინსვლა და წინ წავიწიოთ. ამიტომ მე მიმაჩნია რომ ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ ვაკეთებთ რასაც ვაკეთებდით აქამდე. სიყვარულს, მეგობრობას, ურთიერთპატივისცემას, ასე იქნება, ვიღაცებს რაღაცა არ მოწონს, ვიღაცები პროტესტს გამოთქვამენ, ვიღაცას ვიღაცა არ ესიამოვნება, ან მისი დანახვა, ან შენობა იქნება თუ ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე მთავარი კიდევ ერთხელ ვამბობ, სახელმწიფომ უნდა აიღოს თავზე თავისი პასუხისმგებლობა და შვიდობა დათესოს საზოგადოებაში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. რამდენიმე სიტყვით ისევ ახალგაზრდებს ვკითხოთ, თქვენი პოზიცია როგორია მოგვარების გზებთან დაკავშირებით, პრობლემის მოგვარების გზებთან დაკავშირებით და მე ვარ თაკოთმანიშვილი, ასევე ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელი და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ახალგაზრდებს შორის ეს დაპირისპირება არის ძალიან მცირე. მე პირადად მყავს თითქმის ყველა რელიგიის წარმომადგენელი მეგობარი და შეუძლებელია ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს რაიმე შეზღუდვა, ან რაიმე ბარიერი ერთმანეთთან მეგობრობისა და ურთიერთობის მხრივ და რეალურად დღეს ახალგაზრდებში ეს პრობლემა თითქმის აღარ არსებობს და თუ არსებობს, ეს არის უბრალოდ ბავშვის ოჯახური აღზრდის ბრალი
და არა როგორც ასეთ სახელმწიფოს ბრალი და მით უმეტეს ნახსენები იყო, რომ მართლმადიდებლური რელიგია რაღაცა ხელს უწყობს ამ ბარიერების ზრდას და პირიქით მე ვარ მართლმადიდებელი და არასოდეს არავის არ უთქვამს, რომ შენ არ უნდა იმეგობრო მუსლიმანთან და არ უნდა იმეგობრო ვიღაცა სხვა რელიგიის წარმომადგენელთან. კი ბატონო, კიდევ ერთი თუ შეიძლება თქვენი აზრით პრობლემის მოგვარების გზები და ვასწავლოთ გადაცემას. პირველში დავფიქსიროთ ჩემს პოზიციას, რომ ვარ სრულიად ტოლერანტული ეთნიკური უმცირესობების მიმართ, რასაც მეტყოლებს ის ფაქტიც, რომ მარნეულ სტუდიაში ახლა ზიან ჩემი მეგობრები შალალა და სევდა, ხოლო რაც შეეხება მოგვარების გზებს, ეს ჩემთვის მე ვფიქრობ, რომ მოგვარების გზები მხოლოდ ის შეიძლება იყოს, რომ მივიღოთ რაც შეიძლება მეტი განათლება, რაც შეიძლება მეტი წავაკითხოთ ამ თემებზე და შემდეგ გავაცნობიერებთ დარწმუნებული ვარ, რომ არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ ეთნიკური უმცირესობები ჩვენთვის და ჩვენი მეგობრული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ მშვიდობიანი თანაცხოვრება არასდროს არ მოგცემს ცუდ შედეგს მიუხედავად ჩვენი ამ განსხვავებულობისა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მესმის რომ ძალიან ფართო თემაა და შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ, თუმცა გადაცემა უნდა დავასრულოთ. შეიძლება თუ მექნება საშუალება ახლოვდება ნოვრუზის დღესასწაული, ასევე აღდგომის დღესასწაული და მინდა ორიოდე სიტყვით გოგონებმა მიულოცონ ერთმანეთს და ამ დღესასწაულის შესახებ თქვენ რამე დავიწყოთ თეონა და შემდეგ გიოცავს ნოვრუზ ბარიანს ამ დღესასწაულს. ყოველ წელიწადს იმართება ხოლმე კონცერტი თორსდან მანეულის კულტურის სახლში. ამ დღესთან დაკავშირებით ჩემი აზერბაიჯანელი მეგობრები ხშირად გვეპატიჟებიან ხოლმე თავიანთ სახლში, ვსტუმრობთ, გვასწავლენ თავიანთ კულტურას, კერძებს, ტრადიციებს და ყველაფერს ამ დღესთან დაკავშირებით. მე გილოცავთ აღდგომა არის ახლა მგონი. და ეს ძალიან ბევრჯერ დავუპატიჟები ვარ ჩემს მეგობრებს და ძალიან ბევრჯერ ყოფილვარ ამ დღესასწაულს ქართულ ოჯახში, ქრისტიანულ ოჯახში. დიდი მადლობა. კარგით. როგორც ხედავთ, ახალგაზრდები უფრო კარგად არიან გაწყობილები, კარგი იქნება თუ მაგალითს მათგან ავიღებთ. კარგ დამით უნდა დაგემშვიდობოთ მე დღეს შეგახსენებთ, რომ გადაცემა დაფინანსებულია საქართველოს გაეროს ასოციაციის, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს USA ჯორჯიას მიერ პროექტის ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში. ბატონიკო, თუ თქვენ შეჯამთ რამდენიმე სიტყვით და ვასრულოთ გადაცემას. აქ მართლაც როგორც მოусმინე და ვხედავ პრობლემის მოგვარება საბოლოოდ შეუძლია ერთადერთი რას საზოგადოების განვითარების მაღალ დონეს, რასაც სადაც უნდა მივიყვანოს სწორედ ხალხის განათლებამ და ეს განათლება უნდა იყოს არა მარტო ახალგაზრდობაში, ეს უნდა იყოს საერთოდ საზოგადოებაში. საზოგადოება უნდა იყოს მზად ამ მრავალკონფესიურობისთვის. სხვა შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეიძლება მავანმა და მამამმა გამოიყენოს ეს თავის სასარგებლოდ და ჩააგდოს ის ნაღმი. ამიტომ მოუწოდებ მართლაც აი მთელს ჩვენს საზოგადოებას, ქართველს, ყველა აზერბაიჯანელს თუ ყველა სხვა ერის წარმომადგენელს, რომელიც თქვათ აქ ასეთ შემთხვევაში მე აღარ ვასხოვებ უკვე შეიძლება აზერბაიჯანელი იყოს ქრისტიანის და მუსლიმიც, ქართველი არის აგერ ქრისტიანი და მუსლიმი, ყველას რომ აქ ერთადერთი ხსნა არის რაში, რომ ჩვენ ყველა ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ქვეყანაში არავინ აბსოლუტურად გარედან არ დაგვიწყნარებს სიტუაციას, ჩვენ უნდა დავაწყნაროთ სიტუაცია და ამისათვის ერთადერთი არსებობს რა ერთმანეთისადმი სიყვარული, სიკეთე და განვითარება უნდა წავიდეს წინ მაღალ დონეზე. მე ვუსურვებ ყველა კონფესიის წარმომადგენელს ურთიერთ სასიკეთო სიკეთით თანაცხოვრებას, მშვიდობიან თანაცხოვრებას და მე მზად ვარ ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადამიანს, რა ვიცი, ჩემი მხრიდან რაც შემიძლია გაუწიო აი ეს ასე ვთქვათ რეკომენდაცია, როგორ შეიძლება უფრო უკეთეს ვიცხოვროთ თქვათ სხვა კონფესიის ადამიანებთან ერთად, ვიდრე დაპირისპირებულობაში. კი ბატონო. კარგი. ძალიან დიდი მადლობა მარნეულის სტუდიას, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ეკა თქვენ სტუდიის გადაცემაში მონაწილეობისთვის, დიდი მადლობა ახალციხის სტუდიის სტუმრებს. მე დღეს ამით უნდა დაგემშვიდობოთ, ნახვამდის.